ზოგჯენი არის გულისა და ღია გონების მდგომარეობა, სადაც არ არის შეზღუდული განპირობებული მდგომარეობა, განპირობებული ჩვენი აღქმებით. როგორც ლამალინა იძახის ხოლმე, ეს აღქმები შედგება ემოციებისგან, ფიქრებისგან, შეგრძნებებისგან, რასაც ჩვენ უბრალოდ წვდომა არ გვაქვს რა. ადამიანს არ აქვს იმით ცნობიერება და აღქმა, რომ დაინახოს თავისი აღქმები რისგან შედგება. მე ყველაფერზე აბსოლუტურად რასაც ვხედავთ, განვიცდით, ვგრძნობთ, ყველაფერზე ჩვენი აღქმები გაგვაჩნია. ყველაფერს ვასახელებთ, ყველაფერს რაღაც ჩარჩოში ვაქცევთ. შესაბამისად, ეს ინსტინქტური ცხოვრებას ვართ მიცემულები, რომელშიც არ არის ცნობიერი მდგომარეობა. ერთხელ ლამალინამ თქვა რა შიდა სტუდენტურ ჯგუფში, რომ დავიბადეთ ჩვენს ცხოვრებას არ მოყოლია რა რაღაც ინსტრუქცია როგორ უნდა გავაგრძელოთ. და ზოგჯენი არის ზუსტად ის სწავლება და მდგომარეობა, რომელიც გვაბრუნებს ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობასთან, სადაც ვიცით რა არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და არ ვართ გამოყოფილი ან ადამიანებისგან, ან საგნებისგან და ვიცით როგორია ჩვენი სამოქმედო გეგმა რა, ეს ცხოვრება რისთვის ხდება გვესმის. მაგრამ სანამ ამ ზოგჯენი სწავლება არ გაგვაჩნია, მაგამდე მე მჭირდება რომ რაღაც სამოქმედო გეგმა მქონდეს, ხო, რაღაცით ვიფუნქციონირო ამ სამყაროში. ამისთვის რა ბავშვობიდან და ძალიან პატარა ასაკიდან დღემდე დამჭირდა რომ იმდენი აზრი ამეღო ადამიანებისგან, რამდენ ადამიანსაც შევხედრი ვარ რა. აბსოლუტურად ყველა ადამიანი ვინც ცხოვრების გზაზე შემხვედრია, ეს იქნებოდა ურთიერთობები, მეზობელი, მშობელი თუ თანამშრომელი, ან უბრალოდ ქუჩაში გავლილი ადამიანი, ყველასგან რაღაც მაქვს აღებული რა. მათი ემოციები, მათი შეხედულებები, მათი გადარჩენის ინსტინქტები, მათი ფიქრები და ასე შემდეგ. ფაქტიურად დღეს მე რასაც ირაკლის ვეძახი, აბსოლუტურად შემდგარია იმ გამოცდილებებისგან, რა გამოცდილებები ცხოვრების გზაზე შემხვდა. და თუ გულახდილი ვიქნები ამ გამოცდილებების მიმართ, ჩემი მიმიკაც, საუბრის მანერა, სიარული, როგორ უმკლავდები პრობლემებს, როგორ უყურებ სამყაროს, ადამიანებს, როგორ აღვიქვამ საერთოდ ყველაფერს. ეს ჩემს ემოციებზე როგორ მოქმედებს, ჩემი აზრები როგორ განლაგებაში მოდის. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, თუ როგორ და ვინ ადამიანებს შევხედრე ვარ რა. როგორი ადამიანები შემხვდნენ ცხოვრების გზაზე, მეც ისედაც ჩამოყალიბდი. და ზოგჯერი მეუბნება, რომ არ გამოჩნია თავისუფალი ნება რა. და თუ გულახდილი ვიქნები, მივხვდები, რომ არ გამოჩნია თავისუფალი ნება იმდენად, რამდენადაც ინსტინქტური ვარ, იმპულსური ვარ, გაუცნობიერებელ ქმედებებში ვარ. ჩემი გული და გონება ჩაკეტილია, განპირობებულია, განსაზღვრულია. და გამუდმებით ერთი მისია მაგისრია რა, რომ გადავრჩე და არ ვიტანჯებოდ. მე ხშირად ვაკითხები ხოლმე ჩემ თავს რა, რომ რისთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ? თუ მუშაობ, რისთვის მუშაობ? რას ემსახურება ჩემი მუშაობა რა? ეს ჩემი თავისუფალი ნების არჩევანია? ეს ჩემი შინაგანი სურვილია რომ მუშაობ? თუ გაუცნობიერებელი ქმედება არის? კი, მესმის რომ რაღაც პასუხისგებლობები მაქვს. ამ ეს პასუხისგებლობები ჩემი ასაღები არის, რაღაც მინიმალური საკვების სიტყვაზე რაღაცა პროდუქტების იქნება კომუნალურების თუ ასე შემდეგ, ჩემი პასუხისგებლობა რაც არის, რომ სხვას არ დავაწვევ ისე, რომ გასაგებია რომ ამის მუშაობ. და ძალიანაც კარგი. თუმცა იმაზე ბევრად მეტს მუშაობ რეალურად, ვიდრე ჩემი მინიმალური საჭიროებების საკმაყოფილება სჭირდება, ხო? თუ გულახდილი ვიქნები დღეს ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერი იმაზე ბევრად მეტი მაქვს, ვიდრე ეს ჩემს მინიმალურ საჭიროებებს სჭირდება. ხო და აქ ჩდება რა ბუნებრივი კითხვა რა, რაში მჭირდება? რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს? აი ეგეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე რა, რომ რაღაცა ცხოვრების რელსზე დავიყენე, თავი დავტეკი ამ რელსზე და მივყვები ინერციით ამ რელსს რა. და ერთი წამი არ არსებობს, რომ შევჩერდე და მოიცა ამ ინერციაში რატო ვარ? რატომ მივექანები ამ რელსებზე რა? ეს ჩემი ნება იყო ოდესმე, ჩემი სურვილი იყო, ჩემი შინაგანი მოთხოვნილება იყო. და დღეს ხვდები რომ არ ყოფილა აბსოლუტურად ჩემი სურვილი. აი ესეთი ხედვა მქონდა, რომ რავი ადამიანი რომ გახდება 18 წლის და ისწავლის და ჩააბარებს და მე ამ სწავლებას მორჩება, უნდა იმუშაოს, რომ იმუშაოს, მე ოჯახი უნდა შექმნას, ოჯახს შექმნას, შვილები უნდა ყავდეს. მე ეს შვილები ამ შვილებს ასწავლოს, ეს შვილები გაზარდოს, მე იგივე შვილებმა გააკეთოს, შვილებმა მშობლებს მოუარო. და ამ რელსებზე რაღაც რავი იმპულსურად ვარ შემდგარები რა. ეს არის ჩემი ნამდვილი სურვილი. ანუ ეს ჩემი გონების ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარეა. და მე ხვდები რომ აბსოლუტურად ინსტინქტურია ჩემი ქმედება. ვერც კი ხვდები იმას რატომ მუშაობ, აი რისთვის ვჭირდება ეს საქმე,
ფინანსების მოზიდვა, ბიზნესების განვითარება. რა შემჭირდება ეს ყველაფერი? თუ გულახდელი ვიქნები, მჭირდება იმაში, რომ ჩემი გადარჩენის იმპულსი ესეთია რა. ჩემი გადარჩენის სტრატეგია ესეთია. ადამიანებთან რომ მინდა რომ ურთიერთობა მქონდეს. ბევრ ადამიანს ვიცნობდი და ბევრი ადამიანი მიცნობდეს. გამოდმევით პოსტავს სოციალურ ქსელში, ვცდილობ რომ რაღაც ცნობილი ადამიანები ვიყო. ადამიანებს უყვარდე, მათთვის მხიარული, მოსაწონი ადამიანები ვიყო. ამას რატო ვაკეთებ? ეს რას ემსახურება? ეს ჩემი მოდუნებული მშვიდი მდგომარეობიდან მოდის? თუ ესეც გადარჩენის ინსტინქტია, რომელიც მეუბნება, რომ აი რაც მეტ ხალხისთვის ვარ მისაღები, მით მეტად მექნება სიმშვიდე. მე ხვდები, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ვარ სტრატეგიული რა. ვაჭრული დამოკიდებულება მაქვს. არანაირი სიყვარული, უანგაროობა, თანაგრძნობა არ გამოჩნია ადამიანების მიერ. ჩემთვის არის რეალური მხოლოდ ერთი სტრატეგია. როგორ გადავრჩი? და ამ ჭირდებიან ადამიანები. სასიყვარულო ურთიერთობები, ფინანსები, სახლები, მანქანები, აგარაკები, პრაქტიკები. რომ შვიდად ვიყო რა. ჩემთვის თავი ამოცანა არის ის, რომ გამოვიდი ამ პარაზიტული მდგომარეობიდან. და დავინახო, რომ აბსოლუტურად ყველა მოცემულობაზე პარაზიტობ. იმიტომ რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი სტრატეგია, რომ გადავრჩი. ეს ხდება იმიტომ, რომ არასდროს არ დავრჩენილ ვარ საკუთარ თავთან რეალურად რა. აი ემოციების მიღმა, ფიქრების მიღმა, შეგრძნებების მიღმა, საკუთარ თავთან არ დავრჩენილ ვარ. არამც თუ არ დავრჩენილ ვარ, არამედ ხშირ შემთხვევაში დღის განმავლობაში იმასაც ვერ ვხვდებით. არადროს არ ვეკითხებით საკუთარ თავს. ეხლა ჩემში რა პროცესები ხდება რა? რა ემოციები ხდება? ან სად ხდება ეს ემოციები? რა ფიქრებია? ან სად არის ეს ფიქრები? რა შეგრძნებები მაქვს? რა იწვევს ამ შეგრძნებებს? როგორ სუნთქავ? როგორ ვურთიერთობ საკუთარ თავთან? რამდენად დუალიზმში ვარ, რომ გამუდმებით მე ვარ კონცენტრაციაში. მე განცალკევებული ყველასგან და ყველაფრისგან. და ისიც რომ ეს ადამიანები მჭირდებიან, რომ იყვნენ ჩემი სტრატეგიის ნაწილი, ეს არის თავარი განცალკევები. მე ვერ აღვიქო, მე ხშირად არის ხოლმე, რომ უთქვი ადამიანს ჩვენთვის, რომ აი ეს სივრცეს ვერ ვაფიქსირებ, რა ეს სივრცე რა არის? და სივრცე არის ზუსტად ეგ. სადაც მე ვხვდები, რომ არ ვარ გამოყოფილი არც ერთი ადამიანისგან და მოცემულობისგან. ამ სივრცეში რავით, ამას ცნობიერება დავარქვათ, სივრცე დავარქვათ, ღია ცნობელობა დავარქვათ, არ აქვს მნიშვნელობა. შენ რომელი სიტყვაც უფრო გეხება ცნობიერებაზე და განძლევს აი ერთობის განცდას ის გამოიყენ. იმ ჰაერს რომელსაც სუნთქავთ. აი ეხლა მე რა ჰაერსაც გავისუნთქავ და ამოვისუნთქავ, შენც იგივეს აკეთებს ზუსტად მათ. შეიძლება ჩვენი ფორმები, ჩვენი ინსტინქტები, სტრატეგიები, ფიქრები და ემოციები განსხვავდება. მაგრამ ის ჰაერი, სივრცე, ცნობელობა, ცნობიერება, რომელიც საწყისია ჩვენი და უცვლელია, არაფრით არ განსხვავდება. მაგრამ მე ამის აღქმის უნარი არ გამაჩნია, იმიტომ რომ დაფარული ვარ აი ამ ემოციებით, შეგრძნებებით, ფიქრებით. ჩვენ დღევანდელი შეხვედრა მაგას ემსახურება ზუსტად რომ გადავდო გვერდზე ყველაფერი, რასაც ვფიქრობ და რაც მგონია ჩემი სტრატეგიის ნაწილი და უბრალოდ რა მინდობაში, უბრალოდ მოდუნებაში და მოშვებაში რა ხდება თავაკურდა ჩემ შეგრძნებებში, ემოციებში, ფიქრებში. ერთი ნაბიჯი წინ წავიწიო და დავინახო, ეს ყველაფერი გამჭვირვალეა, ამათ მიღმა შეიძლება რომ რაღაც არსებობდეს რა. ჩემი სტრატეგია რომ გადავრჩენ, ყავდეს ცოლი, შვილები, სამსახური, ბიზნესები, სახლები, მანქანები. ეს რომ არ არის მთავარი ამოცანა ამ ცხოვრების, იქნება ამის იქით რაღაცა ხდება რა. იქნება არის რაღაცა ის რისთვისაც ღირს სიმშვიდე, ბედნიერება. იქნება და არ არის ეს ჩემი სტრატეგიები, ის რაც მაძლევს ამ ყველაფერს. და თუ ამ ყველაფერს გვერდზე გადავდებ და ორი წამი ვეცდები საკუთარ თავთან და დავრჩე, ეს აუტანელი მდგომარეობაა რა. ივლის მდგომარეობა. ამ ტკივილთან დარჩენა არ მინდა. და ერთადერთი ვისაც არ უნდა დარჩენა არის ისევ აი ამ ფიქრებით განპირობებული არსება. ჩემი ფიქრები გამუდმებით რაღაცას მესაუბრება, გამუდმებით რაღაც ამბავს მიყვება, გამუდმებით შეფასებაა მოცემულობაზე, მათ შორის საკუთარ მოცემულობაზე, ეს სწორია თუ არასწორია, ესე უნდა იყოს ან არ უნდა იყოს. ამ ფიქრებს გამუდმებით უსმენ და მოგონილ ამბებში მე თვითონ
ვიჯერებ ამ ამბებს და მე მეთქმა ცხოვრობ. რაც არის თავარი წყარო ტანჯვებს, იმიტომ რომ რეალობას არ შეესაბამება. ღია ცნობილობას არ შეესაბამება. და რა შეესაბამება და რა არ შეესაბამება ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით. მხოლოდ ჩვენ ვიცით. და ეს რომ დავინახოთ ამის შეგრძნების უნარი მქონდეს. ამისთვის ჭირდება რომ გადავდო ყველაფერი გვერდზე და უბრალოდ დავრჩი. და ეს შეხვედრები ემსახურება ზუსტად მაგას. დავეხმაროთ ერთმანეთს და ვისწავლოთ რა როგორ დავრჩე უბრალოდ. აი უბრალოდ როგორ ვიყო. დავაფიქსირო რომ ყოველ წამს ახალ-ახალი აზრები მაქვს. იმასაც კი ვერ ვაფიქსირებ ხშირ შემთხვევაში როგორ სრულდება ერთი ფიქრი და იწყება მეორე ფიქრი. ამ ორ ფიქრს შორის რაღაც სივრცე არსებობს, მაგასაც ვერ ხვდებით. გამუდმებით ჩართულები ვართ ამ ამბავში რა. აი შეწოვილები ვართ ამ ამბავში და ამ ამბავში ვცხოვრობთ. ვერ ხვდებით საერთოდ რო ვიკითხოს ადამიანმა რა ემოციები ხდება ჩვენში, შეიძლება ვერ დავასახელოთ ემოციები რაღაც ამბების მოყოლაში გადავდივართ. რა ადამიანის დღის განმავლობაში ვერ აფიქსირებს რა შეგრძნებებია სხეულში სად ხდება შეგრძნებები და რამ გამოიწვია შეგრძნებები. სუნთქვაზე აღარ ვიცახი, როგორ სუნთქავთ, რანაირად სუნთქავთ, ამას საერთოდ არ ვაკვირდებით დღის განმავლობაში. და ეს არის შესაძლებელი, რომ დავაკვირდეთ. მოვიცალო ამ ყველაფერს. თავი პრობლემა ამ ყველაფერს რატომაც ვერ ვაკეთებ, არის ის, რომ არ მომცალია. საკუთარი თავისთვის არ მცალია. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცისთვის არ მცალია, რასაც ქვია, რომ აი დავინახო რა არის, რა ჩემი გონების ჭეშმარიტი ბუნებრივი მდგომარეობა. და არა ის მდგომარეობა, რაც შემქმნა ამ სამყარომ რა. დაბადებიდან დღემდე ადამიანებმა, მოცემულობებმა და საგნებმა რამაც შემქმნა. არა ის, არამედ რაც არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა. და მე მჭირდება დავრჩი ამ ყველაფერთან, რათა აფიოთ და აშკარად დავინახო, რომ დღევანდელი ჩემი პიროვნება რაც არის და როგორც მე ვიყურები ამ სამყაროში, როგორც აღვქო, რაც მტკივა, რატომაც ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. ეს შეიძლება სულ არ იყოს ჩემი ბუნებრივი სურვილი და მდგომარეობა და იყოს განპირობებული იმ ადამიანებიდან, ადამიანებსაც ცხოვრების მანძილზე შევხვედრილ. რამდენ ადამიანსაც შევხვედრილ, იმდენი ახალი სტრატეგია გამაჩნია, იმდენი ახალი აზრი, შეხედულება. მე თავიდან ბოლომდე აწყობილი ვარ იმ ადამიანების აზრებით, რა აზრებიც მომაწოდეს. და მე დავიჯერე. ჩვენ ხშირად ვიძახით ხოლმე, რომ არ ვარ მე ჩემი ფიქრები, არ ვარ მე ჩემი ემოციები. და არამც თუ არ ვარ, არამედ ჩემი არც არის საერთოდ ხშირ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიძახი, რამდენ ადამიანსაც შეხვედრება ცხოვრების მანძილზე. იმდენად განვიცადეთ ცვლილება. და იმდენად დავემსგავსე იმ ადამიანებს, რამე თუ ვარ მიმბაძველი, ინსტინქტური. შინაგანად ცხოველური ინსტინქტური ადამიანი ვარ, მიდრეკილი იმისკენ, რომ ავითვისო სხვა ადამიანების შეხედულებები, მანერები და ის სამყაროსეული ხედვა, რამაც გადაარჩინა ის ადამიანები და მეც გადამარჩინეს. ეს იქნებიან მშობლები, ნათესავები, მეგობრები თუ რა უცხო ადამიანები. მე გამუდმებით ვირჩევ ავტორიტეტს. და ის ავტორიტეტი, რასაც მეტყვის, მეც იმას ვაკეთებ. შეიძლება ამას ვერ ვაფიქსირებდი, რომ ჩემს ავტორიტეტია, მაგრამ მისი მანერები, მისი აზროვნება, მისი ხედვა გადმოტანილი მაქვს საკუთარ თავზე. და რამდენჯერაც გადმოვიტანე ეს, იმდენად დავშორდი საკუთარ ცნობიერებას. შეგვიძლია რომ აქ და ახლა, აბსოლუტურად ამ მომენტში გადავდოთ ეს ყველაფერი გვერდზე და ერთი წუთი დავუშვათ, რომ ჩემი ფიქრები აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და არ არის აუცილებელი, რომ მე ჩავება მათთან საუბარში. ჩემი ემოციები განიცდება ისე, როგორც განიცდება. და არ არის აუცილებელი ჩავება მათთან ურთიერთობაში. ჩემი შეგრძნებები შეიგრძნობა ისე, როგორც შეიგრძნობა. არ არის აუცილებელი დავარქვა სახელები. უბრალოდ მოეშვი, მოდუმდი. ცხვირი ღრმად შეისუნთქე. დავასუნთქე. თვალებს უნდა ხუჭავ. პერიოდნა ვღია. მოდუნე თვალები. ხერხემლაში გაიმართე. თემის წვერი. წინა ორი კბილის უკან, ზედაპირზე მოვათავსე. ცხვირი ღრმად შეისუნთქე. გამოისუნთქე. უბრალოდ იყვანო. გადაიტანე შენი ყურადღება, იქიდან თუ რა ხდება, არამედ თუ სად ხდება. იპოვე ის სივრცე, ის გაშლილი, გაფართოებული მდგომარეობა, სადაც შენი აზრები, ემოციები, შეგრძნებები უბრალოდ ხდება. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ჩაება მათთან ურთიერთობაში.
მიეც საშუალება რომ უბრალოდ აკეთონ ის რასაც აკეთებ. შენ არ გიხებ. არ არის შენი საქმე ისინი რაც აკეთებენ. ჩვენ არ შევდგებით ამ ფიქრებისგან, ემოციებისგან და შეგრძნებებისგან. უბრალოდ გაიშვ. უბრალოდ იყავ. გაიშვ ფიქრებს, ახსნებს, დიალოგს შენს ფიქრებთან. უბრალოდ დაინახე სად ხდება ეს ფიქრები. არ არის აუცილებელი ჩაება დიალოგში. გაიშვ შენ შეგრძნებებს. უბრალოდ დაინახე რომ არსებობს შეგრძნებები. ნუ დაარქვა სახელებს, ნუ დაასათაურო. ნუ შეყოლ დიალოგში. გაიშვ შეგრძნებებს.